მე ვფიქრობ, რომ პრინციპში სრული სიცხადე გვაქვს ამ თვალსაზრისით, თუ კი ვინმეს არ ვიცი რატომ, მაგრამ მოლოდინი ქონდა ივანიშვილის ან ყობახიძის ან კიდევ ვინმე სხვისი დაპირებების გამო, რომ რამე შეიცვლებოდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, ქვეყნისთვის სამწუხაროდ, მათთვის სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, არავითარი მოლოდინი არ არსებობს, რომ საქართველოში ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე დინამიკა შეიცვლება დაუბრუნდებით სტრატეგიულ პარტნიორობის რეჟიმში და დაუბრუნდებით თანამშრომლობის იმ ნიშნულს, რომელიც თუნდაც სულ რამოდენიმე თვის წინ ჯერ კიდევ არსებობდა. ამის მოლოდინი არ არის. დაიწყო გუშინ საქმიანობა ახალმა კონგრესმა და ყველამ კარგად ვნახეთ, რომ სხვა მნიშვნელოვან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა კონგრესმენების იმ ჯგუფისთვის, რომლებიც ფოკუსირდებიან საქართველოზე და ჩვენს რეგიონზე ზოგადად, იყო მეგობარი აქტი. ჩვენ ვნახეთ, რომ მეგობარი აქტის სულისკვეთების განცხადებები გააკეთა ადამიანმა, რომელიც ასევე კონგრესის წევრი იყო და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში მისი უსაფრთხოების საკითხებში მთავარ ჩავლად ინიშნება. ჩვენ აუცილებლად ვნახავთ ანალოგიურ განცხადებებს მომავალი სახელმწიფო მდივნისგან. 20 იანვრის შემდეგ თუ კი რამე შეიცვლება, იქნება ის, რომ კიდევ უფრო მკაცრი გახდება დამოკიდებულება, განწყობა, განცხადებები ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს თვითმმართველი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ. ეს არის გარდაუვალი და აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი. მე მესმის, რომ არიან ადამიანების ნაწილი, რომლებსაც უბრალოდ უნდა რომ თვალი დაიბრმავოს, ვერ დაინახოს, რაღაცას გამოიყიდოს ქიმერას და პირობას ივანიშვილის მიერ გაცემულს, მაგრამ ერთმანეთს მიყოლებით ეს ხუხულები ჩამოენგრევათ. ჩემი მთავარი საწუხარი ის არის, რომ ამ პროცესში ეს ურთიერთობების გაფუჭება იმ ზღვარზე არ მივიდეს, რომელიც უკვე შემოუბრუნებელი გახდება. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში ცვლილებები რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. აი სწორედ ურთიერთობების გაფუჭება ახსენეთ, თქვენ და ამაზე მინდა გკითხოთ, ქალბატონ თინა, თქვენ როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ძალიან საინტერესოა ამ მიმართულებით თქვენი პოზიცია, იმიტომ რომ შეერთებული შტატები იყო ყოველთვის ქვეყნის მთავარი და უმნიშვნელოვანესი პარტნიორი თავდაცვის სისტემის განვითარებაში, ქართული ჯარის მშენებლობაში და ახლა აი ამ შეერთებულ შტატებთან ქართული ოცნების მმართველობის პირობებში და სწორედ ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო ურთიერთობები არის უკიდურესად გაფუჭებული, იმდენად გაფუჭებული, როგორც არ ყოფილა ეს პრინციპში უახლესი ისტორიის განმავლობაში, ხო? უპრეცედენტოდ ცუდად მიდის ამ მიმართულებით ახლა საქმე. და რამდენად მნიშვნელოვანი არის შეერთებულ შტატებთან, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამ ურთიერთობების აღდგენა, მით უფრო საქართველოსთვის, იმ ქვეყნისთვის, რომელმაც გადაიტანა ომი, რომლის ტერიტორიებიც არის ახლაც ოკუპირებული და ცოცავი ანექსია გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში. ურთიერთობები ცუდად კი არ არის და ცუდ ნიშნულზე არ არის. ეს არ არის სიმართლე. ურთიერთობები უბრალოდ არ არის. ეს არის სამწუხარო სიმართლე. და ეს არის ყველაზე უფრო ტრაგიკული. არავითარი ურთიერთობები აღარ არსებობს, ფორმალიზებული ურთიერთობები აღარ არსებობს, მაგიდა აღარ არსებობს, რომლის გარშემოც ქართველი და ამერიკელი პარტნიორები ხდებიან და გადაწყვეტილებების მიღებისთვის იკრიბებიან. ჩვენ ყავს ხელისუფლებაში უმაღლეს თანამდებობებზე პირები, მათ შორის თავის თავს რომ მინისტრებს ეძახიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სანქცირებული არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ. სამხედრო და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროთი არ შემოიფარგლებოდა, ის ყოველთვის მომიჯნავედ შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სულს დაზვერვის სამსახურებს და ამ წუთის მდგომარეობით ქვეყანაში შინაგან საქმეთა მინისტრს ეძახიან კაცს, რომელიც სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მაგნიტსკის სიაშია შეყვანილი. მაგნიტსკის სიაში ყველაზე უფრო მძიმე და სამარცხვინო სანქციების სიაში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ჯალათებისთვის მოგონილი სანქციების სია. ამიტომ ეს ურთიერთობები უბრალოდ არ არსებობს. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის რეალობა, რომელშიც ცხოვრობთ და გასაგებია, აქ რამე გამოსწორებას არ ველოდებით, უბრალოდ იმედს ვიტოვებ, რომ დროში ისე არ გაიწელება საქართველოში ცვლილებები, რომ უბრალოდ უკან ვეღარ დავაბრუნოთ ეს
ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები, რომელიც ამ წუთის მდგომარეობით, რომელსაც ამ წუთის მდგომარეობით ყოველდღიურად კარგავს ქვეყანა, კარგავს პოლიტიკურ კაპიტალს, კარგავს ნდობას, რომელზეც საერთაშორისო ურთიერთობები დგას და კარგავს ძალიან დიდი რაოდენობის ფინანსურ დახმარებას, ძალიან მრავალ მილიონ ამერიკულ დოლარს, რომელიც უნდა მოხმარებოდა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას იქნებოდა ეს ჯანდაცვის პროგრამებში, განათლების პროგრამებში, სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის თუ იგივე თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერების პროგრამებისთვის. ამიტომ იმედი დავიტოვოთ, რომ მეგობარი აქტის მიღების ყვალობაზე მისი მეორე ნაწილი, რომელიც უპრეცედენტოდ დიდ გაზრდილ მხარდაჭერას და დახმარებას ითვალისწინებს საქართველოს, სწრაფად გახდება ჩვენი ქვეყნის რეალობა და ჩვენ მოვახერხებთ, რომ ამოვიდეთ ამ უმძიმესი კატასტროფიდან, რომელშიც ახლა ვართ. დიახ, კაპიტან თინა, თქვენ ახსენეთ მეგობარი აქტის მეორე ნაწილიც და სწორედ ამას შეეხება ჩემი მომდევნო და ამ დროისთვის ბოლო კითხვაც. მეგობარი აქტი არ არის მხოლოდ რაღაც სადამსჯელო მექანიზმი და სადამსჯელო აქტი, ხო? ამ დოკუმენტს აქვს მეორე ნაწილიც, რაც გულისხმობს ქართული ხალხის მხარდაჭერას და ძალიან ბევრ ბენეფიტს ჩვენი ქვეყნისთვის, ოღონდ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შეიცვლება რეჟიმი და დემოკრატიის ნიშნული გაუმჯობესდება, ხო, რომელიც ახლა არის უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში დემოკრატია საქართველოში. აი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში გაიმარჯვებს დემოკრატია, ასე რომ ვთქვათ, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თუ არის, აი როგორ შეიძლება რომ ვივარაუდოთ, როგორ განვითარდება პარტნიორობა და თუ გადავა ის დაუშვათ იგივე უპრეცედენტოდ ახალ და დადებით პარტნიორობის რეჟიმზე. ეს არის პროცესი, რაც ყველა სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ ვთქვათ, ის რაც წერია მეგობარი აქტში, არ წერია, რომ ვინმე ჩვენგან რეჟიმის ცვლილებას ითხოვს. იქ წერია, რომ საქართველოს უნდა ჩაატაროს დემოკრატიული სამართლიანი არჩევნები, რომელსაც აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელსაც აღიარებს ეუთო ოდირი, რომელსაც აღიარებს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ манипуляციების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელსაც სახელმწიფო სახელისუფლებო პროპაგანდისტები ამკვიდრებენ და ამყარებენ საქართველოში. არავის ეს არ არის საბჭოთა კავშირი, რომელიც გეუბნებოდა ის აირჩია, ის ყავდეს უფროსად, ის ყავდეს უმცროსად. ეს არის დემოკრატიული სამყარო, რომელიც ერთადერთ რამს მოითხოვს ჩვენგან, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და გამოვლინდეს ქართული ხალხის ნება. ქართული ხალხის ნების გამოვლენის პირობებში და რეალური სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობებში ჩვენ მოვახერხებთ აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა. იმის მიუხედავად, ვინ იქნება ხელისუფლებაში და რომელი პარტია იქნება. პრობლემა, რომელიც საქართველოს შექმნა, გამოწვეული არის მოპარული არჩევნებით ერთის მხრივ და შემდეგ უკვე იმ განგრძობადი ძალადობით, რასაც თბილისის ქუჩებში ვუყურებ ყოველდღე პრაქტიკულად ყოველდღიურად ადამიანების წამებით, რომელიც დაბრუნდა საქართველოში და რომელიც გოგონა რომ უკვე დავიწყებული იყო და წარსულს ჩაბარებული. ბენეფიტი, რომელსაც მეგობარი აქტი სთავაზობს საქართველოს, არის აბსოლუტურად უპრეცედენტო. მე თუ რამე გამეგება ამ საქმეში და რა ვიცი 30 წელია ყველა დოკუმენტს ვიცნობ, რომელიც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ოდესმე მიღებული ყოფილა. ამის მსგავსი მხარდაჭერის პაკეტი საქართველოს არასოდეს არ ჰქონია, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, ასევე ყველა სხვა მიმართულებით, რომელშიც ტრადიციულად ამერიკის შეერთებული შტატები გვეხმარებოდა. ეს არის პრაქტიკულად გაუთხმაგებული და გაექვსმაგებული დახმარების პაკეტები ერთის მხრივ და მეორეს მხრივ გაუთხმაგებული და გაასმაგებული, შეგვიძლია ვთქვათ, პოლიტიკური მხარდაჭერის პაკეტები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამერიკის შეერთებული შტატების სახით ჩვენ უბრალოდ ფინანსური მხარდამჭერი კი არ დავკარგეთ და ამ დაკარგვის პროცესში კი არა ვართ, არამედ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი მთავარი ლობისტი, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ასევე ნატოში გაწევრიანების გზაზე. მართალია 2008 წელს ბუქარესტის სამიტი არ გამოვიდა და ძალიან სამწუხაროა რომ არ გამოვიდა, მაგრამ ამასობას შეუძლებელი არ გვახსოვდეს ის უზარმაზარი ძალისხმევა, რომელიც ჩადო პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მაშინ საქართველოს მწვანეზე გასაყვანად. მაშინ არ გამოვიდა მერკელის წინააღმდეგობა მან ვერ გატეხა, მაგრამ ის მაგალითი არის საუკეთესო მაგალითი და საუკეთესო საჩვენებელი იმისი თუ რა ტიპის, რა მასშტაბის და როგორი მეგობრობა და მხარდაჭერა შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ქვეყნის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტი პირადად იყოს დაინტერესებული, ჩაბმული ფერხულში შენი ასეთი პატარა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების გზაზე და შენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამიტომ ამას ვკარგავთ, ეს არის ყველაზე უფრო მაღალი დანაკარგი, რომელიც ჩვენ ამ პროცესის შედეგად
დაგვიდგება თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულება ვერ მოვახერხეთ ძალიან სწრაფად და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ვერ მოვახერხეთ ძალიან სწრაფად. მე იმედი მაქვს, რომ რეჟიმის ცვლილებაც მოხდება, მაგრამ ყველაზე მთავარი და უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ქართულმა ხალხმა გამოხატოს საკუთარი ნება და თუ ქართული ხალხი აირჩევს და გადაწყვეტს, რომ უნდა მოსკოვთან მის ნებას წინ ვერავინ ვერ დაუდგება. ოღონდ ამის შანსი უნდა მიეცეს ჩვენ საზოგადოებას სამართლიან არჩევნებში.